რა დილებს? მოკლედ, სანამ ოფიციალურ unboxing-ზე გადავალ და მაგისით რომ მოვა, არ მომითმინა გულმა, რა თქმა უნდა და აი ისიც. მოკლედ, ჩვენ წინაშეა აწუყი გახსნილი და გასატესტად გამზადებული Huawei P30 და Huawei P30 Lite. სანამ დიდი ძმა დაბრუნდება სახლში. დიდი ძმაში ეს P30 რა. ეს კატის მარი? ოკეი, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად იქნება unboxing-ი და 5-დან ახალი ცინცხალი პაკეტიანი 5-დან ამოღება და გატესტვა თუ რა მოყვება და რა არა. მანამდე კი, როგორც ვთქვი, ვერ მოვითმინე და შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად ღირს რომელიმე მათგანი ერთმანეთთან შედარებით და რამდენად არა და რამდენად გამართლებულია ის ფასი რაც თითოეულ მათგანს აქვს და რამდენად იძლევა ერთმანეთში სხვაობას. მოკლედ, არ შეგაწყეთ იმ დეტალებზე საუბრით, თავს რომ ამას აქვს 40 მეგაპიქსელიანი კამერა, ამას 24 მეგაპიქსელიანი კამერა, რომ ამას აქვს Kirin 980 პროცესორი, ამას კიდე Kirin 710 პროცესორი, რომ დაახლოებით ერთი და იგივე ზომის ეკრანი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის ეკრანი ბევრად უკეთესია ვიდრე ამისი და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, ისიც დაუწერელი კანონია და ყველა ვიცით ალბათ, რომ Huawei-ის ყველაზე ძლიერი მხარე არის კამერა და პოზიციონირდება ამით, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლა რომ მოგატყუოთ, რომ აქამდე არ ჩამიხედავს ეს კამერის აპლიკაცია, არ ჩამირთავს ესე და აქ არ ჩამიხედავს, რომ მოგატყუებთ, რა თქმა უნდა, ჩამიხედავს, გავტესტე, ესე ვთქვათ, ზედაპირულად, მაგრამ 40 მეგაპიქსელი ნამდვილად 40 მეგაპიქსელი. ანუ შედეგი ნამდვილად აქვს. მოკლედ, ერთი საინტერესო მომენტი არის ის, რომ თუ ადამიანი ვერ ახერხებს P30-ის შეძენას, რომელიც არის ესეთი ლამაზი დიზაინით არის გარედან, და შეიძლება ახერხებდეს P30 Lite-ის შეძენას, ერთადერთ რაღაცაში არ დაწყდება გული. ერთადერთ არა, შეიძლება ერთ-ერთში. Selfies კამერა. ორივე კამერას აქვს 32 მეგაპიქსელიანი selfies კამერა. ოღონდ რა თქმა უნდა, ამისი არის 32 მეგაპიქსელიანი wide, ამისი არ არის wide. მაგრამ რეალურად რო გითხრათ, გავტესტე, ჩავიხედე და ძალიან ოდნავ თუ შეიტყობა ეს wide ამ ამბავში. შემიძლია შეგახედოთ. ესე იგი, ერთად დავიჭერ და ერთ-ერთი კიდე რასაც შეუიარაღებული თვალიც კი ნამდვილად მიხვდება, ეს არის ეკრანის სიკაშკაშე და ეკრანის ხარისხიც. კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი არის ის, რომ ნებისმიერი მოყვარულიც კი მიხვდება ამ ორ მოდელს შორის, P30 და P30 Lite შორის, ეკრანის სხვაობას, ხარისხის სხვაობას, განათების სხვაობას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ P30 აღჭურვილია OLED ეკრანით და P30 Lite აღჭურვილია LCD-ით, თუმცა ეკრანები ერთი ზომაა თითქმის, იმიტომ რომ სულ რაღაც 0.14 ინჩია სხვაობა, ზომაშიც Lite-ი ოდნავ დიდია, მაგრამ ეკრანი თითქმის იგივე აქვს. 6.15 არის ეს და 6.1 ინჩია ეს. თუ რაღაცა ციფრებს დავუჯერებ, თუმცა მთავარი ამ ყველაფერში არის ის, თუ როგორ ჩანს გამოსახულება. ამ დიდ განათებაშიც კი, რომელიც ახლა აქ გვაქვს, ძალიან კარგად ხედავთ, როგორი გარჩევადობა და სუფთავი აქვს და როგორი სიპრიალე აქვს, ესე ვთქვათ, P30-ის ეკრანს. რაც შეეხება LCD ეკრანს, რა თქმა უნდა, შედარებით ამასთან, ბევრად უფრო, მაქსიმალურად Lite არ აქვს და განათებითაც, ესე ვთქვათ, ვერ დაიგვეყნის P30-ის გვერდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თუ ესე ჩავწევთ და არ შევხედავთ, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და ხარისხიანი ფასისთვის შესაბამისი ეკრანი აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავი რო დავანებოთ, საერთოდ თლიან ვიზუალს ეს იქნება უკანა მხარე თუ წინა მხარე. რა თქმა უნდა, ორივე მაინც ესე ვთქვათ, ბრტყელი ეკრანით არის მოცემული და ამ შემთხვევაში არ არის card ეკრანი. რაც შეეხება ფასებს, P30 არის 2000 ლარამდე საფასო დიაპაზონში, Huawei-ის პარტნიორ მაღაზიებში საქართველოში და რაც შეეხება P30 Lite-ს 1000 ლარის ბიუჯეტია. ანუ გამოდის ის, რომ 2000 ლარად იყიდი ორ P30 Lite-ს ან ერთ P30 Pro-ს. 1000 ლარი უნდა მიიღებდეს ის, რომ გქონდეს 40 მეგაპიქსელიანი კამერა, გქონდეს უკეთესი ხარისხის ეკრანი, რომელიც რა თქმა უნდა უკეთეს გამოცდილებას იძლევა ზოგადად ტელეფონთან ურთიერთობის და ტელეფონთან ურთიერთობის გამოცდილება კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ დღეში მინიმუმ 5 საათი გადაბმულად ვიყურები სკრინში. ამის გარდა რა თქმა უნდა, პროცესორი ბევრად ძლიერი აქვს და შესაბამისად მაგალითად არ გაჭედავს PUBG-ში. შეიძლება რა თქმა უნდა არც ამ არ გაჭედავს PUBG-ში, თუმცა ეს ყველაფერი დროის დიაპაზონში უნდა განვიხილოთ, რადგან ვითარდება ტექნოლოგია, ყოველ წელს ახალი გამოდის და თუ ტელეფონს ერთი წლით აპირულობ, მაშინ ეს ყველაფერს გათვალისწინება გიწევს, ხო რა თქმა უნდა.
მაგრამ თუ შენ ხარ გოგონა, რომელიც ძირითადად სელფებით არის დაკავებული, ან ბიჭუნა, რომელიც ძირითადად სელფების გადაღებით არის დაკავებული და ძალიან უყვარს ეს ამბავი და მე ამის სოციალურ ქსელებში გამოჩენება, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა და ჯობია დაზოგოთ ახლა 32 მეგაპიქსელი ორივე შემთხვევაში საკმაოდ გამაყოფილებელი სელფების ხარისხი, დაჟე რეჟიმებით, რომელთაც კანის ფერსაც შეიცვლით და ალბათ თუ გოგონა ხარ, რომელიც სელფების გადაღებით ხშირად არის დაკავებული, ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ კამერებში არის ჩაშენებული და გაგიმართლა იმაში, რომ ორივე ტელეფონში და ორივე ტელეფონის კამერა არის ამით აღჭურვილი, რომ ხელოვნური ინტელექტით იგივე AI-ით დააბალანსოს, ისწავლოს შენმა კამერამ და კარგად უკეთესად მოახდინოს ესეთი ფოტოების განათება. Ну, არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ სელფების შემთხვევაში, მაგრამ ეს აქვს ორივე მოდელს. სელფების გადაღებას, რა თქმა უნდა, ოპერატიული მეხსიერება დიდად არ სჭირდება, განსაკუთრებით თუ 2 გიგაბაიტის სხვაობა არის ოპერატიული მეხსიერებაში, 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, თუმცა თამაშების შემთხვევაში და სხვა აქტიური გამოყენების შემთხვევაში ტელეფონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად ღირს 1000 ლარი ის სხვაობა, ის 2 გიგაბაიტი, რაც შეიძლება ამან მოგცეთ, თუმცა ეს ფაქტია. რაც შეეხება ელემენტს, 3350 მAh-ით არის აღჭურვილი P30-ის მოდელი და 3340 mAh-ით არის P30 Lite-ი აღჭურვილი. სიმართლე გითხრათ, ეხლა მე Android-ის მოხმარებელი არ ყოფილვარ არასდროს, ჯერჯერობით ჯერ ისევ iOS-ზე ვარ. თუმცა საშუალება მექნება სავარაუდოდ რომ ეს ტელეფონი ცოტა დიდი ხნით გავტესტო და შემდეგ ვიდეოში ალბათ უფრო დარწმუნებით ვიტყვი იმასთან დაკავშირებით რომელ მოდელს რამდენი ხანი უძლებს ტელეფონი და რომელ მოდელში რომელი ჯობია. ეხლა რომ ნასწავლი ტექსტებით არ გავაგზავნო აქ საუბარი. ნუ ჩემი აზრით ზოგადად საქართველოში კი არა და ბაზარზე როცა 2000 ლარად არის შესაძლებელი ხარისხიანი თუნდაც კამერის ყიდვა, ჩემი აზრით ეს უკვე საკმარისია. ნუ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვფიქრობ და ვსაუბრობ ამ თემაზე, იმიტომ რომ 40 მეგაპიქსელი კამერა ვიდეოში, ნუ რა თქმა უნდა, ჩაშენებული სტაბილიზაციით და სახის ამომცნობელი ფუნქციით და სხვა ბევრი ჭკვიანი რეჟიმებით, რომელიც მას გააჩნია, მაკრო, მიკრო, slow და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. აუ, ხო, slow გამომჩა. Slow აქვს 960 FPS. ნუ რა თქმა უნდა, ხარისხს ალბათ სახი გაძვრება. ამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოებში გავტესტავთ, ხალხო, აქ ვერა. თუმცა 120 FPS-ი ჩემი აზრით საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იქნება და ნუ ბევრი სხვა ჭკვიანი ფუნქციებით არის აღჭურვილი P30 მოდელი. ხო, ჩამოვრჩით თემას, ესე იგი 2000 ლარად ბაზარზე შესაძლებელია შეიძინო საკმაოდ ხარისხიანი гаджеტი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი კამერა და შემდეგ დარეკვის ფუნქცია და ასე შემდეგ, ნუ smartphone-ი. მაგრამ ნუ რითიც ამაყობს Huawei, ძირითადად ეს არის კამერა და განაცხადი ნამდვილად ძლიერია. რა თქმა უნდა, ეხლა ესე ერთი გადაღებით ფოტოსი და მე ტელეფონის ეკრანშივე შეხედვით ამას ვერ შეაფასებ, როგორი ფოტოები არის და როგორი არა, თუნდაც P30 Lite-თან შედარების შემთხვევაში. თუმცა ამ ყველაფერს დრო იმედია მომეცემა და ლაივში გავტესტავ, მაგრამ რასაც ვკვირდებიან, საკმაოდ საინტერესოა. რო გიჩვენებს ყველაფერს, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს iOS-თან ერთად ამისი გატესტვის საშუალებაც მექნება და ერთხელ და საბოლოოდ გადმოვალ კი არა და Android-ზეც გადმოვა. თუმცა ფასი ნამდვილად კონკურენტულია 2000 ლარი, 1000 ლარი. საბოლოო ჯამში მაინც საკუთარი შესაძლებლობების მინიმუმ მაქსიმუმამდე გავდივართ როგორც წესი. ანუ თუ ხარ ადამიანი, რომელიც მუშაობს, რომელსაც გააქვს რაღაცა საშუალო შემოსავალი და თვლი რომ ეს რაღაცა მოწყობილობა, ანუ აქ რომელი იქნება რა მნიშვნელობა, არის შენი ფუფუნების საგანი, ჩემი აზრით ალბათ. Hello. ჭდებით? ჩემი აზრით ალბათ არ დაზოგავს და მაინც P30 იყიდის, თუ P30 Pro-ს არა, რომელსაც ველოდები დიდი სამბით, რომელიც უნდა გავტესტო დიდი სამბით ცოცხალ გარემოში, მაგრამ ჯერ არ არის გაყიდვაში ჩაშვებული. მაგრამ თუ ისეთი ტიპი ხარ, რომელსაც უბრალოდ smartphone-ი გჭირდება კონკრეტულად კომუნიკაციისთვის, ინტერნეტისთვის, ზარებისთვის, შიგადაშიგ ოჯახისთვის ან გარე ფოტოების გადაღებისთვის და ასევე სათამაშოდ, მაგრამ შენ არ ანიჭებ ამ ყველაფერს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს. თავისუფლად შეიძლება 1000 ლარის ფარგლებში შეიძინო P30 Lite და საკმაოდ ისიამოვნო. და ნუ რა თქმა უნდა, თუ ის არ ახარ აი სელფებს რო იგებს, გოგო და მე Instagram-ზე ვიდეოს და მეტი სხვა არაფერი არ აქვს საქმე, მაგ შემთხვევაში პირდაპირ ეს იყიდეთ, ანუ არ იწვალოთ რა.